მოგესალმებით ქართული ტევეს ეთერიდან. თქვენ უცქერთ გადაცემა ცოდნის სკილს, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარიანა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათ საღამოს 9 საათზე, ხოლო განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია პარასკევს დილის 7 საათზე. ძალიან მიხარია წარდგენა დღევანდელი სტუმრისა, რომელიც გახლავთ ბატონი გელა ხუციშვილი და ეხლა მოგახსენებთ უკვე მისი საქმიანობის შესახებ და ძალიან ამაყივა, რომ ყოველთვის საინტერესო სტუმრებს ვარჩევ თქვენთვის. ბატონი გელა ხუციშვილი გახლავთ კი არა, იყო ის წინა დამსახურებებით აუცილებლად გამოვიყენებ. პრეზიდენტობის კანდიდატი. ისტორიის ფაკულტეტი დამთავრებული წარჩინებით, ასევე ისტორიის დოქტორი. სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი. მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა იურისტის კვალიფიკაციით. მოსკოვის სამხედრო სასაზღვრო აკადემია. დამერწმუნებით ხმამაღალი განაცხადია ნამდვილად, რაც აქამდე წავიკითხე, მაგრამ არ დამისრულებია ჯერ. მოსკოვის სამხედრო სასაზღვრო აკადემია ოქროს მედალზე. თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი. ასევე გახლავთ ისტორიის დოქტორი და სამართლის მაგისტრი. კრიმინოლოგიის აკადემიის ნამდვილი წევრი. იყო ამბროლაურის რაიკომის მდივანი და გარდაბნის გამგებელი. ალბათ დამერწმუნებით, რომ საკმაოდ ხმამაღალი ჩამონათვალია. ბატონო გელა, უღრმესი მადლობა, რომ ჩემს მაყურებელთან შესახვედრად მობრძანდით. და ეხლა რახან ეს ჩამონათვალი არის. ხო, რაც მე წავიკითხე, მინდა კითხოთ, სხვა კითხვით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ეხლა მომინდა ესეთი ის დაგისვათ, რომ ამ დიპლომატიური განათლების მქონე ბატონი გიხდებათ ხოლმე არადიპლომატიური მიმართვა ან საუბარი? ეხლა დღევანდელი ჩემი კომპეტენცია ყველანაირი საუბრის წარმოებას ვიფხნის. დღეს უკვე ძალიან განვისთი, რომ აქტიურ სფეროში არა ვარ დაკავებული და სამწუხაროდ ბატონო გელა. მაგრამ მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ საკმაოდ დრო გავიდა და ჩემი ასაკის კაცი შეიძლება უკვე არ გეთანხმებით, დამრთეთ ნება არ დაგეთანხმოთ და არანაირად. რას ბრძანებთ, მე თქვენ ჭირდებით მათ. ის ახალგაზრდები თქვენზე ისწავლიდნენ, თქვენით ისწავლიდნენ, თქვენი ხედვით და გამომრჩა ერთი ისა თქვენი საქმიანობის შესახებ. თქვენ გაქვთ შეხება ახალგაზრდებთან, კითხულობთ ლექციებს. ეს გამომრჩა და კიდე კარგი რომ აქვე გაირყვა ეს ამბავი. ამდენად ბატონო გელა, მე მაგალითად ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, ეხლა ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ რომ იყვეს, რომ თქვენნაირები ხვდებოდნენ იმ ახალგაზრდებს და 5 წელი, 10 წელი მაინც უცქირონ იმას, როგორ მუშაობენ თქვენი თაობის ხალხი. ასაკის ხალხი. დიახ, რა საკვირველია. დიახ. ეხლა მე მინდა გთხოვოთ თქვენ ბატონო გელა, ჩემი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, დამეხმაროთ იმაში, რომ მე თქვენ გამოგიყვანოთ ყველა კაბინეტიდან რაც გქონდათ და რაც გააქვთ და აი გელა ხუციშვილი დავინახოთ კაბინეტს მიღმა. ეხლა მინდა გკითხოთ, როგორი ბავშვი იყო გელა ხუციშვილი, აი ყმაწვილკაცობის პერიოდი როგორი იყო და ხართ თუ არა ის, ვინც გინდოდათ ყოფილიყავით აი ყმაწვილკაცობის პერიოდში. ეს სამი კითხვა და მე გავაკეთებ. არ ველოდი ახლა ასეთ კითხვას.
წარმოვიდგინეთ ბავშვებიდან უკვე ვიცოდი რა მინდოდა და რა უნდა გავეკეთებია რას ბრძანებთ აბსოლუტურად დალაგებული მქონდა თაროზე ეხლა ეს რას ბრძანებთ ამიტომ არც ერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯი არ იყო სპონტანური ყველაფერი იყო კარგად გასვლილი და ოჯახიც ასე შეგვიძლია მოლოდინი გქონდათ იმისი რაც მერე იმას აკეთებთ მოლოდინი კი არა ესე იგი გადაწყვეტილებას ვეულობდი და ვახორციელებდი ასე გაიარა ჩემო ცხოვრება თუმცა ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩემ ხასიათს დედის ერთობა მაგაშიც ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ დედის ერთაა ჩემი ვაჟიშვილი და ვერავინ ამას ვერ შეამჩნევს იმიტომ რომ როცა დიდი სიყვარული დედის ერთას გადაეცემა თუ მრავალშვილიან სულ ერთია სიყვარული და სითბო აუცილებელია ყოველთვის და მე არავის შეუნიშნავს გიორგიში დაუშვათ ჩემ ვაჟიშვილში რომ იმის გამო რომ დედის ერთაა მე ხო ხვდები ჩემს ნაკლოვანებებს ამიტომ ვთვლი რომ დედის არ უნდა გაიზარდოს შეიძლება ბატონგელა რა გიხალისებთ ცხოვრებას და აქვე მეორე კითხვა რომ აი ხوار გაგონდებათ თქვენი შვილების მიერ ან შვილიშვილების მიერ დასმული კითხვა რომელმაც სასიამოვნოდ გაგაკვირვათ შვილებს ნაკლებ დროს უსმოვდი ესეთი პერიოდი იყო რომ არ გცალოდა მათთვის სამწუხაროდ ამიტომ მე ვთვლი რომ აზორერკომაშვილმა დიდი როლი ითამაშა ჩემი შვილის ფორმირებაში მართლა შეგვიძლია რას ბრძანებთ ხო ეგ უკვე განაცხადია იმიტომ რომ ვინც მღერის ის არ შეიძლება ცუდი იყოს ოჯახში ყველა მღერის მით უმეტეს ხო აი შვილიშვილები არიან ძალიან საინტერესო ადამიანები, შვიდნი არიან ესენი. რას ბრძანებთ? ოირე კარგია. ძალიან მაყოფილი ვარ, რომ ბაბუას მიმართ აქვს თბილი განწყობილება და დამოკიდებულება. ეგ თქვენ განაპირობეთ უთუოდ. და ბატონგელა გაგონდებათ რამე? იგი. აბა? პატარები იყვნენ 5 დღეა განსხვავება უფროს ბიჭებს შორის და ოირას ამბობთ. გიორგი სააკაძე ვაჩვენე ფილმი და თან აუხსენი ყველაფერი რაც იყო. შემდეგ ერთად დავწეკით დაკეთით არიან ორივე ჩემთან და დავიძინე და ხან მესმის რაღაცა ჩურჩული. გავახილე თვალი ავათ არ ძინავს. პატარები არიან. ერთი უფრო თამამია მეორე მორიდებულია და ამან მითხრა რომ ბაბუო მე და გეგავო. მოვილაპარაკეთო და სამშობლოს თუ დაშირდება დაგვასხი პეთავები რას ამბობთ და ამას გეუბნებათ ლოგინში მყოფები ანუ შღამე იყო იძინებდნენ რას ბრძანებთ წარმოგიდგენია იმ შტაბეჯელებიდან ფილმიდან არ გაგახსენდათ მაგრამ ეხლა უნდა გითხრათ რომ ცდილობ მაქსიმალურად არ ჩავერიო მათ ცხოვრებაში ცდილობ ვერდიდან უყურო და ისე მივცემ მართულება რომ მათ არ იგრძნონ არ შევზღუდო სხვათაობა მოდის დიახ რასაკვირველია სხვათაობა მოდის და მე არ ვიცი შეიძლება შეშილებულმა ჩვენ სხვა ეპოქაში გაზრდილები ვართ და მე ვაფიქრებ ძალიან ჩემი ქვეყნის მომავალი და გეთანხმებით და იმისთან ის წავიკითხე თქვენ შესახებ რომ არ შეიძლება თქვენ არ გაწუხებდეთ ქვეყნის მომავალი ბატონგელა რომელი ჩვევისგან განთავისუფლდებოდით გააქვთ ეგეთი ისა ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს ერთი ყურადღების მიღმა თუ დავრჩი ვიბუტები აფნის კაცი მართლა ეს ერთობის სინდრომია ესე იგი არა მარტო როგორც კი ყურადღების მიღმა ვქჩევი იქ ჩემთვის საინტერესო აღარ არის ძალიან ცუდია იცით რა ეხლა აღმოვაჩინე რომ რაღაც დოზით მეც მჭირს ეგა შემაწუხებელი არა მაგრამ გაბუტვა მაინც ქალის თვისება არის ვერ წაგვართვებთ ბატონგელა თუ კი დავუშვათ შესაძლებელი იქნებოდა რომელ ასაკში ისურვებდით დაბრუნებას
თუნდაც გარკვეული დროით რაღაც 30 წლიდან 40 წლამდე რაიკომის დივნის კაბინეტში გინდათ პირდაპირ მოხდეთ თქვენ ხომ მაგასაკში რაიკომის დივანი ყველაზე დაყოფიერი იყო ჩემთვის აი ეს წლები ესე იგი 30-დან 57 წლად 50-მდე ეს იყო ძალიან აქტიური საქმიანობის პერიოდი ისე რომ 20 რეჟიმში ისურვებდით კი ბატონო აინშტაინმა გითხრა სიგიჟია ყოველდღე ერთი და იგივე საქმიანობით იყო დაკავებული და სხვა შედეგს ელოდებოდაო კი ძალიან მომწონს ახლა ეს ფორმულირება მე რაღაც შედეგს ველოდები დღეს ერთადერთი რა არის იცით როგორც არ უნდა ვეცადო მაინც აი ამ ორომტრიალში ვართ ჩართული სულ ყველა ვაცხადებთ რომ პოლიტიკის მიღმა ვართო მაგრამ იმდენად პოლიტიზირებულია საზოგადოება რომ უკვე საშინელება არ შემიძლია არ დამგეთანხმოთ შემაწუხებლადაც კი არა შემაწუხებლადაც კი კარგით მე მყავდა მეგობარი ბატონგელა არ არსებობს რო არ იცოდეთ ბატონი რამას პატარიძე კი როგორ არა ივანე ჯავახიშვილი საქმიანობის გამგრძელებელი და პავლე ინგოროყვასი ეს იყო ჩემი უფროსი მეგობარი და თქვენ ხო არიცით როგორი მეგობრობა გვაკავშირებდა აი საოცარი შეეძლო რომ მივიდოდი იცით აი თითქოს ინახავდა ენერგიას რისთვის იცით წამოდგებოდა სავარძელში იჯდა და წამოდგებოდა და დაიწყებდა ბოლთის ცემას და ეს უკვე ვიცოდი რომ უკვე უნდა წაეკითხა ჩემთვის ლექსები აი ესეთი მეგობარი მყავდა ხომ საამაყო პიროვნება რა თქმა უნდა ხო და ბატონგელა მე მას აი ესეთი შეფასება მივეცი და მინდა თქვენ მოგასმენინოთ ზნეობის ტვირთ აკიდებული იყო ის მხოლოდ მკვლევარი არ იყო კი ის იყო აი მაგალითი ნიმუში თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი როგორ უნდა მოიქცეს მეცნიერი როგორი უნდა იყოს საერთოდ და ზნეობის ტვირთ აკიდებული რომ მიდიოდა ხო საოცარი ის ქონდა გარეგნობა და რომ მიდიოდა იცით აი ისეთი სვლა ქონდა რომ აი ეს დავარქვი შეგიძლიათ დღეს დამისახელოთ ვინმე რომელსაც შეიძლება ეს შეფასება მიუახლოვდეს ეხლამზუჩი სპორტმენების თვალსაჩინო მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ესეთი ადამიანები უფროსი მეგობრები მართლა ირაკლი კობახიძე ასეთი კაცი იყო ისტორიკოსი საოცარი ადამიანი დავით გეგეშიძე მაგრამ თქვენ მიდიხართ წარსულში მე დღეს გეუბნებით დღეს ძალიან საინტერესო კაცი არის ვახტანგ ძიუძივაც სამწუხაროდ არ ვიცი ხო ეს არის დამფუძნებელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტისა რა თვითონ უნივერსიტეტი დააფუძნა და ის არის მისი მე მეგონა ახლა გამწეული ვარ კი როგორ შეძლო ამ კაცმა ორგანიზება გაეკეთებია ამ ხელა საქმისთვის არ მითხრათ და რამდენი ადამიანი არის დამოკიდებული ამ სამსახურზე და ოჯახს ინახავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მისი ადმინისტრაციის კანცლერია ძალიან მიხარია თუმცა არა ვარ მე მასთან ისე ზედმეტად დაახლოებული მაგრამ აი გვერდიდან რო უყურებ ფიქრობ რომ მე ასეთ ტვირთს ვერ ვზიდავდი ეს გარდა იმისა რომ საქმე უყვარს აი ძალიან ისეთი პასუხსაგები შეფასებაა ზნეობის ტვირთი ზნეობა ის საქმე ცალკე შეიძლება მოგაგონდეთ ახლა ბატონგელა აკაკი გაწერელი არ არსებობს ახლა ესე აკაკი გაწერელი თემურმა მიამბო ქორიძემ ну თემურს ქონდა ენციკლოპედიური განათლება ამაში დამეთანხმებული ну და ერთჯერ მიყვება რომ მარინა მე და აკაკი გაწერელია მოდივართ რუსთაველზეო და უცბათო მომკიდა ხელიო და მოდი გავჩერდეთ ერთი 10 წუთი გავჩერდეთ მაგრამ 10-ც არ გვინდაო და
რამდენი ადამიანი გაგვივლის ახლა ჩვენ და გამოგვივლის, რომელსაც სახეზე აწერია Armendot. ისმით ისიკი, აი სახეზე აწერია თუ. სამწუხაროდ ახლა სახეზე აღარაფერი აწერია რუსთაველზე მოსეილი საზოგადოებას იმდენად რუხი ფერის გახდა ყველაფერი. აი მაგ ფერიდან ეხლავე გეტყვით. ეხლავე მინდა გითხრათ. იცის ვინმე რუხი ფერი რო ბრძანეთ. იცის ვინმე გიაყანჩელი გვეკითხება. კი. რა ფერია სევდა? აბა იქნება სევდა ჩემთვის ეს ფერი. რას ამბობ მოულოდნელი ძალიან. ამ დროს ეს დამამშვიდებელი ფერი. ჩემთვის ეს არის. რას ამბობთ? რა მოულოდნელი იყო ეგ შეფასება? კი. იმიტომ რომ ემშვიდობებით? კი. ბატონგელა, არ გაგონებთ ეხლა მივხვდი მე თქვენ რატომ გეჩვენებათ ეს სევდისფერად. იმიტომ რომ სევდას იწვევს ჩემში. იწვევს რატომ? იმიტომ რომ ასაკს გაგონებთ რომ თქვენ აღარ ხართ 20 წლისა, თორე თქვენ ასაკში იცით ჩვენურად ამერიკაში და ევროპაში შვილებს აჩენენ. ხო და უბრალოდ თქვენში იწვევს ეს სევდას. სწორად მივხვდი თუ არა? კი, კი. ამის გამო. ალბათ ეგრეა. მაგრამ ეხლა მე მინდა თქვენ შეგეწინააღმდეგოთ. ხო ხედავთ ამ დროს რა ლამაზი ფერებია, ესეც. მრავალფეროვნება. ეს ასაკზე მიგვითითებს ახლა რომ ეს ასაკი არის ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან სასიამოვნო. კარგით. აი ადამიანი მაშინ ხდებაო ესა ბერნარდ შოუ გვეუბნება ადამიანი მაშინ ხდება ხანდაზმული როცა ოცნებებს წყვეტსო. ოცნებობს ბატონი გელა ხუციშვილი? რა თქმა უნდა. ნუ ესე იგი თქვენ ყველაფერი წინა გაქვთ. ბატონი გელა რომელ სამყაროში ისურვებდით მოგზაურობას? მუსიკა, ფერწერა, ლიტერატურა. ყოველთვის მე ვკითხულობდი სხვადასხვა დედაჩემის დამსახურება ეს და დიახ. როდესაც ვკითხულობდი მე შევდიოდი იმ პერსონაჟის როლში და იქ ცხოვრობდი იმ სამყაროში. პატარა ანუ ეხლა მივედით ამ კითხვასთანაც რომ იმ დროს თქვენ გქონდათ ნიღაბი. კი, შეიძლება ითქვას. კი, აშკარად. კი. ირგებდით და იქ იყავით უკვე. კარგი სამყარო იყო? რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ისტორიულ რომანებს კითხულობდი და მეც იმათსავით განვიცდიდი იმას ცხოვრებას. მე ბრძოლით ხშირად იყავით ალბათ, ხო? რა თქმა უნდა. იცით რა ინსტიტუტის პერიოდში მახსოვს, ერთჯერ გავიფიქრე რომ რა უინტერესო დროში ვცხოვრობ მეთქი. მქონდა მხედველობაში ის რომ აი სამშობლოს არ დავჭირდი მეთქი. თქვენ უნივერსიტეტი დაამთავრეთ? არა, პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტი. მას პუშკინი აქვს დაამთავრა. მართლა? 84-ში. მაგრამ მაშინ ბუმბერაზები იყვნენ პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტში. ნათელა იყო ვასაძე მაშინ. ნათელა ვასაძე იყო და ისეთი ლექტორები იყვნენ რომ რამჩხაიძე. კი კედელს ვუახლოვდებოდი რომ მათი პატივისცემა გამომეხატა რომ თავისუფლად გაევლოთ და მე რა რიტუალი მქონდა კიდევ ბატონგელა ეს უნდა გითხრათ. ისიდან რომ გამოვიდოდი აუცილებელი პირობა იყო რომ ჩამევლო რუსთაველზე. მაგრამ რუსთაველზე რო ჩაიარო ხო და რატომ? ხო მეცნიერებათა აკადემია უნდა გაიარო და ბატონგელა დღემდე მახსოვს ის რიტმი როგორცაც მე მეცნიერებათა ფეხით მივდიოდი ხო რომლითაც მე გავდიოდი იქ სხვანაირი ის იყო ნაბიჯები მოკრძალება თითქოს იმით ფრთხილად ვეხებოდი იცით იმას გეთანხმებით ხო და მე რო წავიდოდი და ხო წარმოგიდგენიათ რუსთაველზე ძმები ბათიაშვილები ბესოჟღენტი ნიშნიან ნონეშვილი ნუ არ არსებობდა იქ მწერალთა კავშირისგან გამოსულები ჩვენ მათ ვესალმებოდით და ისინი სალამზე პასუხობდნენ
ესე იგი თქვენი თქვის არ იყოს ახალგაზრდას მომიწია პარტიის ცეკაში მუშაობაში და ავდიოდი ხოლმე რუსთაველის მეტროში ფეხით მივდიოდი დიპლომატიაში წყალსტავლებდი და მე რიტუალი იყო საღამოსაც ისევე ასე და საღამოს უკვე სამსახურებიდან გამოვდიოდი ხო ზარიაბასტოვკაი მარქსიზმის კი ბატონო მეცნიერებათა აკადემია იყო ხო და აი ესე ვაიძულებდით ეს შესაძლებელია და ისინი თავისებურად პასუხობდნენ საკვირველია და ეს იცით საკვები იყო ბატონგელა ესა და როდესმე დავუშვებდი იმას რომ ხდომებზე დასასწრებად მივიდოდი იმაში მეცნიერებათა აკადემიაში არ დამთავრებია თუმცა ვედნიერი ვარ რომ ამ უნივერსიტეტის დოცენტი გავხდი შემდეგ და გასაკვირველი ეს მეუფლება რომ შევდივარ პირველ კორპუსში ეხლა აღარ არის ის სუნი ადრე როდიოდა გახსოვთ ნავთიანი არ მითხრათ ავის დაფხუნილი ხისისა რა ქვიოდა ნახერხი არ არის ეხლაც კიდევ შევდივარ ხელს რომ მოვკიდებ მოაჯირს რაღაც სამიჩქარდება ხოლმე გული აი ეს არის იცით პატივისცემა ეს არის პატივისცემა ცოდნისა მოკლედ ჭილაშვილი არ დავავიწყდება როგორი გაწკეპილი ჭილაშვილი ой არ მითხრათ ახლა და როგორ პატარა ბიჭს როგორი ყურადღება მომაქცია შევხვდა შემიყვანა კაბინეტში გავამაცილა ეს ხო მაგალითი იყო ბატონგელა და მე ახლა შეგედავებით თქვენ იმასთან დაკავშირებით რაც წეღან ბრძანეთ ჩემი ასაკისო აღარ არიანი ხო თქვენმა ასაკმა უნდა მისცეთ სწორედ ის ხედვა და ის მანერები მეტყველების ქცეების ყველაფრის ურთიერთობის იცით ძალიან განსხვავებულები ვართ ჩვენ და ეს თაობა. ძალიან სამწუხარო განსხვავება არ მეთანხმებით? განსაკუთრებით აი ეს პერიოდი ახალგაზრდების ეს 2003-დან გაიზარდნენ, ჩამოყალიბდნენ სუსხები არიან. აბსოლუტურად მაგაში გეთანხმებით. ფასეულობები. ბატონგელა მაგასთან დაკავშირებით რომელი იდეის გარშემო მოისურვებდით ახალგაზრდების გაერთიანებას? სამშობლო პირველი სკოლის. შემიძლია არ დაგეთანხმოთ? სამშობლო პირველი სკოლისა. ხანდახან ვფიქრობ, რომ პესიმისტი ხო არ გავხდივარ თქვენ მითხეს და მეოთხე პესიმისტი იცით ვინ არის მეთქი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტი კი ბატონგელა ეხლა ცოტა ხნით უნდა მოგადუნოთ და გადაგიყვანოთ ულამაზეს სამეჯლისო დარბაზში სადაც გამოცხადდა თეთრი ცეკვა ნუ ვიცით რომ თეთრი ცეკვა ქალბატონი იწვევს ხო გაქვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობა ისურვოთ რომელ ქალბატონს ისურვებდით რომ თქვენთვის ეთხოვა ცეკვა მე თვითონ ცეკვავდი 14 წელი რას ბრძანებთ ხო ჩემთვის უცხო იყო იქ ვასწავლიდან ევროპულ ცეკვებსაც ფიქრობთ ახლა არა ფიქრობ აბა ქალბატონი რომელი გინდათ ახლა რომ მოვიდეს თქვენთან და გთხოვოთ ცეკვა დედაჩემი არ არის ცოცხალი შეგიძლიათ 92-ის გარდა დაიცვალა ხო და გადაყოლული იყო ჩემზე როდესაც დასუსტა ჟანგბადი აღარ ყოფნიდა უკვე და მოუტანეთ მოფერიან და ესე დამიქნია ხელი მივედი და ჩაიხუტა ჩემი ხელი მაგაცა და სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და დალიასული რას ამბობთ იმ ფრაზით რას ლაპარაკობთ? ფსიქოლოგს მიმართე, რაღაცა მიმართება, მეუთხარი ამბობ დროს თვალები მიცრემლიანდება, ხშირად გქონდა. მეტრიკაში ჩაიხედე, მითხრა, მუხრუჭები გაქვს მოწვეთილიო უკვე, ვეღარი გაევ თავსო. ვერ დავეთანხმები, ეს ფაქიზის სულის გამომხატველია და არა ასაკისა. სულ სხვა საუბარს ველოდი ახლა თქვენთან რომ მოვედი მე და სულ სხვა მაშინ გადამიყვანეთ. ბადნოგელა სასიამოვნო მოულოდნელობაა
კი. всё ეს უკვე ჩემი გამარჯვებაა და მომეცით ამის უფლება რომ ვიზეინო. არ დაინტერესებულა აი გელაფუციშვილი ამ კუთხით ვინმეს ხო გამოგიყვანოთ ცოტა შესვენება მოგიწყოთ კაბინეტიდან რომ გამოგაბრძანეთ. იცით რა რემარკი გულის წვეტით ამბობს რომ რამდენი რამე გვაქვს სათქმელიო რომელსაც არასოდეს ვიტყვით. გააქვთ თქვენ ასეთი რამ? არა გაქვთ. კარგით. ვიზე შეგიძლიათ თქვათ, რომ მასთან საუბარი მხოლოდ თეთრი ხელთათმანებით შეიძლება. რაც მაგაზე არ მიფიქრე. ეხლა გაქვთ საშუალება. ეცით რომ დავჯდებოდეთ ხოლმე მე და ალექსი ჭინჭარაული. აჰა, დიახ. საოცარი პიროვნება იყო. სულ ფიქრობდი რომ ამ კაცს როგორ შეიძლება მიუახლოვდი იმაზე მეტად ვიდრე თვითონ მიგიშვებს. წარმოგიდგენთ, რამოდენა მოკრძალებაა რა. ნუ საოცარია. ეხლა უყურეთ და სოკრატე გამოიხურავდა კარს და მარტო ცეკვავდა ხოლმე. ეს სულის ზეიმია, მე ვთვლი რომ სულის ზეიმია. სოკრატეს მიერ წუთისოფლის განმარტებას საინტერესოა ხო? როდესაც რომელი გაგთხოვდულობაში სილიკოსი რომ შევიდა მასთან და უთხრა რომ უარი თქვიო შენს აზრებზეო. დიახ. თორე კუპრის დალევა მოგიწევსო და ის ამბობს ცხოვრება შედგება წარსულისაგან რომელიც აღარ არსებობს, მომავლისაგან რომელიც არ დადგება და ამ წამისაგან როცა აღარ იქნება განაღირსო თქვენს წინაშე ამ წამის გულისთვის დავიმცირო თავიო. ეხლა აი მსგავსი რამ საოცარი ის არის, საოცარი. რა იწვევს თქვენში ემოციების გამას? თუმცა ნაწილობრივ ვიხილე. ემოციების გამას. ეხლა მე უკვე ჩემ ემოციებს უნდა ვმართავდი იმ ასაკში ვარ, მაგრამ როდესაც ხედავ რომ კაცს უჭირს და არ დაუმსახურებია ეს გაჭირვება. ხოლო ამ დროს გამოჩნდება ვიღაცა და ამ გაჭირვებაში ყოფს. ხელს გაუმართავს, თუმცა არ ევალება მისთვის. ამას აუღებლებლად ვერ უყურებ. ეგ არის მარტოობის გაზიარება. და რამდენი ეხლა ასეთი. უფრო მეტი ვიდრე ჩვენ გონია. ბატონკელა, თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. დღეს მომრავლდა ძალიან ის არის, იცით რა, აქტუალური თქო და ის ძლიერი ქალი, საქმიანი ქალი, აი ეს ფორმულირება. მე მინდა გკითხოთ. ეს სუფთად ჩემი ის არის აზრი კი არა, თქვენი აზრი მაინტერესებს. მე ამ შემთხვევაში შეიძლება არა ვარ მართალი. ესე იგი, აი ეს ძლიერი და საქმიანი ქალი გინახავთ, რომელიც სიტყვას ასხივებს? არა. მე ვხედავ მათში, იცით, რას იცით? აი ტკივილიან სიძლიერეს, რომ მის გვერდით არ არის ძლიერი კაცი, ხომ არ არის ეს სუსტი კაცის მიერ ქალზე გადაბარებული ვალდებულება და აქვე იმასაც გეტყვით და გისმენთ ბატონკელა. ჩატარდა სტატისტიკა ესეთი, რომ მომრავლდა ძალიან ფილოფობიით დაავადებულთა ციფრი. ეს არის სიყვარულის შიში. და როგორც აღმოჩნდა მერე, ფილოფობიით ძირითადად უმრავლესობა ავადდება მამაკაცი. აი ახლა მე მინდა გკითხოთ, ხო არ ხედავთ კავშირს? იმიტომ რომ მე აი ესეთი ბედნიერი სახით და ძალიან ისეთი აი საქმიანი და ისეთი ქალი არ მინახავს, ცივის სახი აქვს, რაღაც გინდა მიხვიდე და მოეფერო. ასეულობათა დევალვაცია ხდება დღეს.
იმდენად კარგი შეფასება. იმდენად დასუსტდა მამაკაცები და ჩიავდნენ. რამ განაპირობა? მათი სოციალური აქტივობა მიკლო. მათ დაკარგეს ფუნქცია. განსაკუთრებით ჩვენ მამაკაცებს სხვა რამე დაგვემართა ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი ქალები აფხაზეთში. ჩვენ თვალწინ სამწუხაროდ. ვერ დავიცავით ცხინვალში ჩვენი ქალები. ვერ დავიცავით სამშობლო და ვერ უზრუნველყოფთ ოჯახს. სამწუხარო რეალობა, სამწუხარო. ვეღარ ახერხებს იმის გაკეთებას, რომ და რა შეგვიძლია ვიცით, აი საპენსიო ასაკს რომ მიაღწევენ გარბიან ოჯახიდან. სად გარბიან თუ სოფელი აქვს, სოფელში გარბიან და მარტო მამაკაცების საზოგადოება იკრიბება იქ. ქალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. და არ თვლით ბატონგელა რომ გადააბარეს, მაგრამ სიამოვნებით. ქალს საერთოდ ადამიანი ბუნებით ზარმაცია და თუ რაიმე ნახა გამოსავალი იცილებს ყოველთვის პასუხისმგებლობას. და დღეს მოგეუბნებით ახლა წარმოუდგენელი რამე ხდება რა. წარმოუდგენელი რამე ხდება. გაშვებული არიან ეს ქალები საშოვარზე. რა ცუდი შეფასება, საშოვარი. საშოვარი. საშინელი ფორმულირება. ფული გახდა დღეს ყველაფერი. ფეტიში. ყველაფერი ფულით იზოება და ამან დაანგრია ყველაფერი დაანგრია თვით სახელმწიფო დაანგრია ამან. ვერ გავიქცევით ჩვენ ამ პოლიტიკას. ფაქტია რომ დაანგრია ღირებულებები დაშალა, ყველა ფულზეა გადასული და არის ასეთი ფორმულა აუცილებელი და საკმარისი. აი ამ ზღვარს გადავიდა ხალხი, აუცილებელი და საკმარისი. უკვე ზემოთ ჭირდება არ ჭირდება იქით მიდის ყველაფერი ეს. ბატონგელა, მინდა ჩემი მოსაზრება შემიფასოთ, რომელიც ვუთხარი მეგობარს. აღმოჩნდა რომ ძალიან მდიდარი ყოფილა. მე არ ვიცოდი. აი აღმოჩნდა მოულოდნელად, ჩემთვის მოულოდნელად და მე მას მივმართე. მე რომ ცოდნოდა მეთქი რომ შენ ამ შეძლების ახარ მეთქი. მე შენ არ დაგიმეგობრდებოდი მეთქი. და რატომ? მე მეშინია ძალიან ბევრი ფულისა. ფული უნდა გქონდეს იმის საკმარისი, რაც ოჯახს ჭირდება, რითაც დაეხმარების ხვებს, ისე რომ შენ არ დაგაკლდება, მაგრამ ფეტიში და მინდა ბატონგელა შემიფასოთ ეს ჩემისა ნორმალურია ეს ისა ჩემი. ჩვენ კარგად ვიცით რომ დიდი ფული შოვნა. შეიძლება კურდობით ან მემკვიდრეობით ან მემკვიდრეობით იმ თანხებს ვერა აღარ არის. იმიტომ რომ სუფთა გზით დიდი შოვნა შეუძლებელია. და მაგუთხარი ზუსტად მე შენა სწორედ ის აუცილებელი და საკმარისი. და დანარჩენი მაშინებს უკვე გეცვლება სოფხედელობაც და ყველაფერი. თქვენთან გულწრფელი ვერავის ვერ იქნება, იმიტომ რომ იმას სხვა განზომილება რაღაცა აქვს ზურგს უკან. სხვაგან არის გადასული. კი. და ცხოვრობს ნიღბით. კარგით. მაგონდება ნაპოლეონი, რომელსაც ყავდა, თქვენ ალბათ გემახსოვრებათ, გენერალი ოჟერო რო ყავდა. ოჟერო. ოჟერო. და გამოიძახა ეს გენერალი ოჟერო ნაპოლეონმა და უთხრა, შენ ჩემზე ერთი თავით დიდი კი ხარო, მაგრამ თუ ამას გააგრძელებ უზრდელობასო, ჩემი შპაგით გადავწყვიტაო, მაგრამ წავშლი ეგრევე ამ განსხვავებასო. ხო, იმან გაგჩენიათ ამის მსგავსი ვინმეს მიმართ ბატონგელა? არ ვიცი, შეიძლება წარსულში გამჩენია ესეთი რამ, მაგრამ ეხლა უბრალოდ მეწოდება ასეთი თაფლი დამპარტავანი ხალხი და კარგი შეფასება. ის მხოლოდ საბრალოა. კი, შესაძლებელია. გავერიდები ხოლმე. კი. მე მას ვეღარ შევცვლი და ვეღარ გარდავნი. კი ბატონო. მე მაგალითად ხშირად მომისურვებია კი არა გამომეყენებია ენტონი ნიულის ნათქვამი. გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ.
გისურვებიათ როდესმე? არა, მე კი. არა, გააჩერეთ დედამიწა ჩავდიო რა. არასდროს არ მქონია იმისი განცდა რომ გავრიდებოდი პასუხისმგებლობას. მაგრამ გავრიდებოდი სიტუაციას არა. მაგრამ ბატონგელა თქვენ ერთი რამ მასაკენით არ გაითვალისწინეთ ახლა თქვენ მამაკაცი ხართ და მე ქალი ვარ. იმას ვერ გავუძელი, სუსტი ვარ. ამიტომ უნდა მინდა რომ კედელს მიეყვნოთ. აი მანდ უკვე კედელი უნდა გქონდეს საიმედო. თუ კედელი საიმედო არ არის, ან მისაყრდნობი არ არის ბატონგელა, მანდ უკვე როცა შევხედე რომ უკვე წლები მომემატა და ნებისმიერ დროს შეიძლება ასეთი გამოთქმა სიჭაბუკე და სიბერი. ორი ვერტოზე კიდია, ერთი რო ჯაჭვითავია, მეორე ბეჭზე კიდია. უი არ მსმენია. ამის შემდეგ დავიწყე თანდათან ისე რომ ეს ვერ მიმხდარიყო ჩემი მეუღლის გააქტიურება. თუ ადრეს აზრუნავი არაფერი ქონდა, ეხლა ყველაფერს მისი ხელით ვაკეთებ. მანქანაც კი მას დაუთმე, რომ წაიყვანო, სამოიყვანო შვილიშვილები. მოულოდნელია ჩემთვის, რომ თქვენ ქალს გადააბარეთ. გადავაბარე, ესე იგი ეს კი არა, პასუხისმგებლობა არ გადამემარებია მისთვის, მაგრამ გავააქტიურე ზმაზე მეტად, რომ მარტო რომ დარჩეს არ გაუჭირდეს. წინ გაიხედეთ. კი. მოისა ძალიან მინდა ვატყობ, რომ ცოტად რო გვაქვს დარჩენილი და იყო ესეთი ძალიან ცნობილი მოცეკვავე პინა ბაუში. სამწუხაროდ მე არ ვიცი. არა უშავს. ეხლა და ხო იმას ვიზავთ. ეს პინა ბაუში ამბობს რას, რომ მე მოცეკვავე იმიტომ შემიყვარდაო, რომ ლაპარაკი არ მინდოდაო. მიჭირდაო ლაპარაკი. ეს არის გადასწავლი. ცეკვა იპოვა სამისოთ, ესე იგი აი სხეულით გამოხატავდა და მანვე თქვა სხვა დროს უკვე. აი ესეთი რაღაც რომ მე არ მაინტერესებს როგორ ცეკვავს ადამიანიო. თავარია ცეკვავდეს. არა. ჩემთვის თავარია მიზეზი გავიგო რა ცეკვებს, რა მოძრავებსო. ხვდებით, მიცით როგორ მომეწონა ესა. აი ძალიან მომეწონა. კი. ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ ნუ დაემძიმდებით. აწიეთ თავი, აიღეთ მელოდია, ზეიცინის ჩიტი გალობს დელია და ცეკვაცეკვით იარეთ მეთქი რა. და გაგიადვილდება ცხოვრება. იმიტომ რომ ისაც მოსახდენია მოხდება მაინც ვერაფერს. რასაკვირველია. და ჩემთვის ახლა ამ წუთში აი ეს ერთი კვირა მაგალითად ხო ისა ვარ გამუდმებით უსმენ ბლუს რატომღაც ეს ერთი კვირა ძალიან ჩემი გახდა საერთოდ მიყვარს ეს ბლუსი ძალიან თორე და სენსაცია ჩემი აი კარგი გამახსენდა ბატონგელა რომ გთხოვუნ თქვენ რომ დამიხატეთ თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი გნებავთ მუსიკალური გნებავთ ლიტერატურული როგორი იქნებოდა ცით ჩემი კრედო გახდა ცხოვრებისეული ვაკეთო სიკეთე და მოამრავლო უმადურნი ჩემი მოამრავლოთ ვინა? უმადურნი ჩემი. უი, წარმოგიდგენიათ? იმიტომ გაგამეორებიეთ, ვიფიქრე ხო არ მომეჩვენათ ხო? გასაგებია. იმიტომ რომ თუ კარგს აკეთებ, ხო? კარგი ხარ, მაგრამ ხო სიამოვნებს შენ თვითონ ვაკეთებ ამას. ხო, მაგრამ როცა გაერიდო მადლობის თქმა არ უნდა დააცადო. დიახ, გასაგებია. და მარკესის ფრაზა მომწონს. აბა ადამიანმა მეორე ადამიანს ზეოდა მხოლოდ მაშინ უნდა დახედოს წამოდგომაში. კი ბატონო. აი ეს მაკიაველმა თქვა. აგერ ესეც გამოვიყენოთ. თუ გაინტერესებთ მმართველის ინტელექტი, გარემოცვა დაათვალიერეთო. ხო. ცხადია. ნუ ეხა შეგიძლიათ შეედავოთ. სვიტა ირჩევს. კი ბატონო. სუზერენი და სუზერენის ქმნის სვიტა. ანუ იგივე ჩვენთან მითხარით და მეგობარი და გეტყვი ნახეთ. კი.
შენ მკითხავო სენეკა ამბობს რომ რას მივაღწიეო და ჩემი პასუხიო ჩემი თავის მეგობარი გავხდიო ხარ თქვენი თავის მეგობარი წელან გითხარით თქვენ დასაწყისში რომ რაც რო გადის კლებულობს ჩემი მეგობრების რიცხვი რაოდენობრივად უკვე ისე ხშირად აღარავინ მოდის ჩემთან ამიტომ ცხოვრებამაც მაჩვენა რომ ყველაზე მეტად სანდო საკუთარი თავია საკუთარ თავს ვერ უღალატებ შეიძლება არ დაგეთანხმოთ საკუთარ აქავთ გავარ და სხვანაირად არ ძალმის ერთ კითხვას ხა როგორი მოშვები იცით ვჩქარობ შექსპირის 55 სონატი და რომ შენ შეგიფარებს პოეზიის დიდი ტაძარი რომელ ჩვენ პოეტში აფარებდით პოეზიის დიდ ტაძარს იცით პოეზია ძალიან მიყვარს რა თქმა უნდა ახლა გრანდებზე არ ვლაპარაკობ გალაქტიონის მაგრამ ჩვენი თაობის ბოლო პერიოდის პოეტებიდან ჩემთვის რატომღაც ნიშნიანზე დარჩა ბოლომდე წერლად ხო რა ყველას თავისი შედევრი როდესაც ჰქონდა შექმნილი და მე აღარ და ესე შევიდა იმ პოეზიის დიდ ტაძარში კი ბატონო ეხლა მინდა ეს იმას ავქნათ ეს განვიხილოთ და უკვე აღარ გვექნება დრო ჩერჩილმა გაიარა ძალიან მძიმე ცხოვრება იყო ტყვეობაში მთელი ცხოვრება სვავდა კონიაკს და კონიაკის რაოდენობას გააჩნია დღეში 9 ლიტრი მინიმუმი იყო და ზემოთ განუსაზღვრელი დღეში ესე იგი ეს ვიცით იძინა სიგარებს ეწეოდა მაგრამ საწოლში წვებოდა სიგარა გაჩრილი პირში სიგარა გაჩრილი წვებოდა კარგით იკვებებოდა სუპერ მავნე ინგლისური ცხიმიანი საშინელი საკვებით ეს ასე გარდაიცვალა 91 წლის და ამის გამო ვერ იტანდნენ ექიმები ეს მითეს სახში მაგციგნი დიახ ასეთი სათაურით ზლოთ იპაძენია კი ჩერჩილზე არის საინტერესო ბიოგრაფიის კაცი იყო ძალიან საინტერესო ძალიან ბატონგელა უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ მზადყოფნისთვის რომ ჩემთან სტუმრად თანხმობა განაცხადეთ რომ მოგზანებულიყავით მიუხედავად იმისა რომ მაყურებელმაც იგრძნო ალბათ რომ ცოტა შეუძლოთ ახართ და თქვენ მაინც მოხვედით მადლობა თქვენ რომ მე აი ეს საათის მანძილზე გამომიყვანეთ იმ დაძაბული საინფორმაციო რიტმიდან და უცნაურის იყო ჩემთვის დღევანდელი კი არ ველოდი მე ასეთ ჩემთან სხვა რამე აინტერესებთ ხოლმე და თუ ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ბატონგელა მე ბედნიერი ვიქნები მხოლოდ ამით დიდი ხანია ჩემთან ასეთი საუბარი არ ქონიათ მიხარია ძალიან რომ ეს მე აღმოჩნდი უღრმესი მადლობა ბატონგელა უღრმესი მადლობა მაყურებელს დავემშვიდობოთ მე გემშვიდობებით ხუთშაბათის საღამოს 10 საათამდე ბატონგელა თვითონ მოგახსენებთ და დაგემშვიდობებათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენს აუდიტორიასთან დღეს შეხვედრა რამდენად შემძელი მე მათი სურვილების დაკმაყოფილება ეს მეორე მხარეა და მადლობა თქვენ ისევ რომ საერთოდ სიმებს შეეხეთ და სადღაც ქვემოთ ჩახვედით როგორ მიხარია გამოფილებული მქონდა როგორ მიხარია ბატონგელა და იქაც იგივე სიხილავთ წიგნში საკმაოდ გახმაურებული იყო ის წიგნი რომ გამოვიდა მაგრამ აი წონის გამო რა უშავს მოდინის რეჟიმში ვიქნები იმ წიგნის მიღების და უფრო მეტად უღრმესი მადლობა